დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით, რატომ ჩააყოფინეს ექიმებმა ამ ბავშვს გაყინულ წყალში თავი. იმ პატარა ბიჭუნას, რომელიც პირველ ვიდეოში ვნახეთ, მისცეს ალბუტეროლი, რომელიც არის ადრენოგენული ბრონქოდილატატორი და ეს ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი მოქმედებს ბრონქულ მუსკულატურაზე და აფართოვებს ბრონქებს, რაც აუმჯობესებს პაციენტების შემთხვევაში სუნთქვას. მაგრამ რა კავშირშია ეს ყველაფერი ცივ წყალთან? ამ ყველაფრის პასუხი არის აი ამ ფოტოზე ასახული, ვიცი რომ ცოტა კომპლექსურად გამოიყურება, მაგრამ აგიხსნით მარტივად პირველ რიგში ალბუტერული მოქმედებს ბეტა-2 რეცეპტორებზე და სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი ის პირდაპირი მოქმედების მექანიზმი ბრონქებზე, მაგრამ გარდა ამისა, ალბუტეროლი შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც მოქმედებს ბეტა-1 რეცეპტორებზე, რომელიც არის ამ შემთხვევაში გულში წარმოდგენილი და ამ რეცეპტორებზე მოქმედებით იწვევს მაგალითად ტაკიკარდიას, ანუ გულის რითმის გაზრდას. სწორედ ეს მოხდა იმ პატარა პაციენტის შემთხვევაშიც. ცივ წყალში სახის მოთავსება კი ბუნებრივად ააქტიურებს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რომლის ნაწილიც არის ვაგუსის ნერვი, აი ეს ნერვი, რასაც აქ ხედავთ, და გარდა იმისა, რომ ვაგუსის ნერვი ძალიან ბევრ შინაგან ორგანოს აინერვირებს, ის ასევე გავლენას ახდენს გულის ავტომატიზმზე და კონკრეტულად ნეგატიურ გავლენას, ანუ როდესაც ვაგუსის ნერვი სტიმულირდება, ჩვენი გულის მაგალითად რითმი ჩამოდის ქვემოთ. და ის სწორედ ეს მექანიზმი ედო პირველ ვიდეოს საფუძვლად ექიმებს სურდათ მხოლოდ რეფლექსურად ტაკიკარდია, ანუ გაზრდილი გულის რითმი შეემცირებინათ.